მშვიდობის საქართველოში 11 საათია და გაცემა დღეს ნიუსრუმი ბრუნდება პირდაპირ ეთერში. მე ვარ ლელა ბაღდავაძე, დღეს პარასკევია, ამიტომ ჩვენ სტუმრებთან ერთად კიდევ ერთხელ გადავავალებთ თვალს იმ თემებს, რაზეც სწორედ ამ კვირაში მოგვიწია საუბარი. მარკო რუბიოს ზარი, ირანის ელჩის განცხადებები, მორიგი კრიტიკა ევროპიდან, აქეთ წმინდა სინოდის სხდომა და მიუსაფარ ცხოველთა პრობლემაც კი. ეს მოკლედ ის თემები, რაც ამ დღეებში იყო და რჩება საზოგადოების ყურადღების ცენტრში. დაგვაუწყდეთ დავიწყოთ ზუსტად 3 წამში, იქამდე კი თვალი გადავალოთ ბოლო სიახლეებს. დღეს 12 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ-შიოს მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით სხდომის მიზანია იმ საორგანიზაციო თემების განხილვა, რომლებიც არ არის გაწერილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით. დღეიდან შვეიცარიაში შესასვლელად ქართული დიპლომატიური ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს ვიზა დასჭირდებათ. აღნიშნული გადაწყვეტილება შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ 1 აპრილს გამართულ სხდომაზე მიიღო, რომელიც ძალაში 12 თვის განმავლობაში დარჩება და იგი საქართველოს სხვა მოქალაქეებზე არ ვრცელდება. ქვემო ქართლში პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც მარნეულში წარსულში მომხდარი უთანხმოების გამო დაწყებული შელაპარაკებებისას 21 წლის ბიჭს ყელის არეში ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. დაკავებული წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არის ნასამართლები გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 100-მერვე მუხლით მიმდინარეობს. მაშასე კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეს არის დღის ნიუსრუმი და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, ლევო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიორგი სიორიძე იმყოფება ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ გიორგი და მადლობა რომ გვესწრებთ. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს მსმენელს, თავისუფლებას ინდისის პატიმრებს. ბატონ გიორგი, საქართველოში ირანის ელჩი ყოფილა მისული საგარეო საქმეთა სამინისტროში და მოდით დღეს ამით დავიწყოთ. თავად საგარეო უწყება არაფერს ამბობს, თუმცა ლაპარაკობს სწორედ ირანელი დიპლომატი სეედ ალი მოჯანის განცხადებით, მან თავად ითხოვა სამინისტროში შეხვედრა, რის შემდეგაც მაკა ბოჭორიშვილის უწყებაში კონსტრუქციული საუბარი შედგა. საუბრის თემა, რა თქმა უნდა, იყო ირანში მიმდინარე პროცესები. აი, რამდენიმე კითხვა მინდა დაგესვათ ერთდროულად. აგრძელებს თუ არა ირანის ელჩი მუქარას საქართველოს მიმართ და იკითხება თუ არა ეს ახლა უკვე მის მეორე განცხადებაში, რომელსაც ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრის შემდეგ, რითი უნდა აიხსნას ის, რომ ელჩი კი არ დაიბარეს, არამედ რჩება შთაბეჭდილება, რომ ირანელ დიპლომატს აქეთ აქვს პრეტენზიები ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში და ასევე საინტერესოა, როგორ უნდა შეფასდეს ამ საკითხზე უშუალოდ ჩვენი სამინისტროს, ასე ვთქვათ, ჩუმად ყოფნაც. როდესაც რამდენიმე დღის წინ ირანის ელჩმა დაწერა თავისი სტატუსი, საიდანაც პირდაპირ იკითხებოდა მუქარა, აქ რაღაც კითხვის ნიშნებიც არ არსებობდა, საგარეო საქმეთა სამინისტრო დუმდა. მაშინ, როდესაც ჩვენ გავიხსენოთ პროპაგანდისტული მედია საშუალებები, იმედი და პოსტივი, როდესაც დაასანქცირა დიდმა ბრიტანეთმა, როგორი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაგირება, ბრიტანეთის ელჩი დაიბარეს, რატომ? იმიტომ რომ პოსტივი, იმედი, ეს არის ქართული ოცნების, აი ამ მახინჯი მანქანის, სახელმწიფო მანქანა, რომელიც შეზრდილი არის პროპაგანდისტულ მანქანაში, რომელიც შეზრდილი არის პარტიის სტრუქტურაში, სახელმწიფო ინსტიტუტები არის პარტიის დაქვემდებარებაში, არანაირი ზღვარი და მიჯნა მათ შორის არ არსებობს. ეს მათთვის გახდა წითელი შუქის ანთების საფუძველი და როდესაც ირანის ელჩი იმუქრება, მით უმეტეს აი ამ ძიმე გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით ჩვენს რეგიონში ახლა არანაირი კომენტარი ქართულ ოცნებაში არ გაკეთებულა, ის მოვისმინეთ, რომ თურმე საგარეო საქმეთა სამინისტრო იღონებს შესაბამის ზომებს მიიღებს, მაგრამ ვნახეთ, რომ აქეთ თურმე ირანის ელჩი მიდის თავისი მოთხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროში და ამით ალბათ ყველაფერი ნათელია. ირანის მეგობარი, ირანთან მეგობრობა, ამერიკის შეერთებული შტატების მტერთან მეგობრობა და ის სახიფათო თამაში, რომელსაც ქართული ოცნება ამდენი წელი თამაშობდა,
დღეს ასეთ რაღაცებში ვლინდება. აი ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელოვა იყო გუშინ ჩვენი სტუმარი, რომელსაც უყვირს როგორ იკადრა ირანელმა დიპლომატმა საგარეო საქმეთა სამინისტროში მისვლა და მაკა ბოჭორიშვილი თავად როგორ არ დაიბარა საელჩოში. მართლაც ბევრს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა, როგორ ბედავს სხვა ქვეყნის დიპლომატი იმ ტონით საუბარს, როგორც გვესაუბრება, მაგრამ კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ის, რომ ამ მოცემულობას როგორც პრობლემას არ უყურებს ჩვენი ხელისუფლება. თქვენ იცით მათი პოზიცია, მართველი პარტია ამტკიცებს რამდენიმე დღიანი ფიქრის შემდეგ კეთდება ეს განცხადება ქართულ ოცნებაში, რომ ირანის ელჩი სოციალურ ქსელში 31 მარტს გამოქვეყნებულ პოსტში საქართველოს არ გულისხმობდა, როგორც ოცნებაში აცხადებენ, დიპლომატიის არაფერი გაეგებათ მათ, ვინც ირანის ელჩის პოზიციას რუბიო კობახიძის სატელეფონო საუბრის გამოხმაურებად მიიჩნევს. აი, რა სიტყვით, რატომ ბედავს ჯერ ერთი ირანის ელჩი იმდენს, რასაც ბედავს და მეორე მხრივ თვითონ ქართული ოცნების პოზიციიდანაც რომ ამოვიდეთ. აი, რატომ არ შეიძლება ელჩს საქართველოს მართლაც არ ეგულისხმა, ანუ ესაუბრა ზოგადად და მუქარა მიმართული არ ყოფილიყო მაინდა-მაინც ერთი კონკრეტული ქვეყნის და მათ შორის საქართველოს მიმართ. პასუხზე რატომ ბედავს ირანის ელჩი ასეთი ტონით საუბარს, არის მარტივი ამ კითხვაზე პასუხი, იმიტომ რომ ქართული ოცნება ამას აბედინებს. ქართული ოცნება ბედავს იმის თქმას, რომ და ვიღაცას არაფერი გაეგება დიპლომატიისო, ეს ის ქართული ოცნებაა, რომლისგანაც გვახსოვს ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩებზე პერსონალური იერიშები, კელი დეგნანზე, რობი დანგანზე, გვახსოვს ევროკავშირის ელჩებზე იერიშები, ორივე ელჩზე, ხო, ჩინსკინზეც, მის წინამორბედზეც, გვახსოვს და ვხედავთ კამპანიის სახე როგორ მიიღო გერმანიის ელჩზე განსაკუთრებით ჩავა პაპუაშვილის იერიშებმა. ისინი წარმოაჩენენ ვითარებას ისეთ თქოს ელჩი იყოს თავისი აზრის გამხმოვანებელი, მაშინ როდესაც არაერთხელ მათ წარმოგზავნ ქვეყნებს ჩვენს მთავარ პარტნიორებს ამდენი 10 წლების განმავლობაში არაერთხელ დაუდასტურებიათ, რომ ელჩი გამოხატავს როგორც დიპლომატიის ელემენტარული წესი და ანბანია თავისი ქვეყნის პოზიციას. ამის ფონზე რა თქმა უნდა ქართული ოცნება აგრძელებს იმ მავნე პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს რუსეთთან, ჩინეთთან, ირანთან, სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან ასეთ სახიფათო თამაშებს, მაშინ, როდესაც ჩვენი დასავლელი პარტნიორების გზავნილი არის ძალიან მკაფიო, ხო? განსაკუთრებით დონალდ ტრამპის და ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაციის პოზიცია იმათთან მიმართებაში, ვინც არიან არამხოლოდ ამერიკის, არამხოლოდ დასავლური სამყაროს, არამედ თანამედროვე ცივილიზაციის მტრები. შესაბამისად, ეს თამაშები ძალიან ძვირად შეიძლება დაუჯდეს ქართულ ოცნებას და მათ უნდათ რომ ჩვენი სახელმწიფო ამაში ჩაითრიოს. ჯამში ქართული ოცნების რა გადაწყვეტილებებს და ნაბიჯებს ელოდებით, როცა საქმე ეხება ირანის კონფლიქტს და ურთიერთობებს ერთი მხრივ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მეორე მხრივ კი სწორედ ირანთან. ახლა რიგი პოლიტიკოსის პოზიცია, რომ მიუხედავად ირანთან საკმაოდ დამთბარი ურთიერთობისა, ოცნება ვერ შეძლებს წინააღმდეგობის გაწევას ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რადგან ბიძინა ივანიშვილს ამერიკის შეერთებული შტატების ძალიან უნდა ეშინოდეს. მათივე აზრია, რომ ამერიკის მიმართ ივანიშვილის შიში იმდენად ძლიერია, რომ მალე ცალფეხზე დგომის მასტერკლასსაც კი ჩაატარებს ქართული ოცნება. აი, თქვენი აზრით რა სიზამს საბოლოოდ საქართველოს ხელისუფლება? ხო, ამის პარალელურად ჩვენ ვხედავთ, რომ ქართული ოცნების ლიდერები მასპინძლობენ პრორუს მოლდაվել ოპოზიციონერ პოლიტიკოს დოდონს, რომელიც არის საქართველოში ჩამოსული, ეს პირდაპირ არის რუსული პროექტი და კარგად ჩანს ვინ არის მათი მეგობარი. ოღონდ ის რომ ამერიკის შეერთებული შტატების პერსონალური სანქციების მათ შორის ქართულ ოცნებას ეშინია, ეს არის ობიექტური რეალობა, რაც არ უნდა თქვან, რაც არ უნდა მოახდინონ საკითხის ნიველირება, თითქოს ეს არაფერს ნიშნავს, მადლობა პატრიოტიზმისთვის, დასანქცირებულია სამშობლოს სიყვარულისთვის. ჩვენ ძალიან კარგად დავინახეთ, რომ რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა რუსეთთან დაკავშირებული სანქციები გაუხანგრძლივ აპირებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს, რომელიც კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ არის სანქცირებული, ისევე როგორც ქართული ოცნების ამ აპარატის სხვა
მოქმედი თუ ყოფილი მაღალჩინოსნები, ზოგიერთი მათგანი მაგნიცკის სიაშიც არის, ხო, მოხვედრილი. ეს არ არის ისეთი სანქცია, რომელიც შეიძლება 7 ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობას აძლევდეს ვინმეს, როდესაც საუბარი არის ამერიკის შეერთებული შტატებზე, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი უკვე ქმედებებში გამოიხატება ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ჩვენი რეგიონის მიმართ, ამითი ოპტიმალურად ისარგებლეს და მე ძალიან დიდი სიხარული და მოლოცვა მინდა გამოვხატო ჩვენი მეზობელი და მოძმე სომხეთის და აზერბაიჯანის მიმართ, რომელთაც შეძლეს თავის დაღწევა იმ რუსული ნაღმისგან ამდენი 10 წლების განმავლობაში, რომელიც არსებობდა კონფლიქტის სახით, დარეგულირდა კონფლიქტი, დარეგულირდა პერსონალურად დონალდ ტრამპის მეშვეობით და ორივე ქვეყანა არის უკვე სტრატეგიული პარტნიორი, იქ სავაჭრო, ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება და რაც მთავარია, ამერიკის შეერთებული შტატები იქნება მათი პირველ რიგში უსაფრთხოების გარანტი, ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული პროექტების გარანტი და ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყანაც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს როგორც მანამდეც მოაზრებული ამ დიდ შუა დერეფნის განხორციელების პერსპექტივაში ამის დასტური იყო სწორედ რომ ჩამოსული გახდათ რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი პიტერ ანდრეოლი, რომელიც დაინტერესდა უშუალოდ ანაკლიის პორტით, რომელიც გაჩერებული აქვს საქართველოს. ქართული ოცნების ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის პერსპექტივაზეც ვისაუბროთ და მარკო რუბიოს ზარი ამ ჭრილშიც თუ უნდა დავინახოთ ეს გითხარით, იმიტომ რომ თვითონ ქართულ ოცნებაში რჩებიან იმ პოზიციაზე და აქვთ ისევ მოლოდინი, რომ საქართველოს ხელისუფლება შეძლებს შტატებთან ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყებას, ისე როგორც აი მაგალითად კახა კალაძე ამბობს, რომ აპრილის თვეში ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა ტიპის შეხვედრები დაიგეგმა. აი რა სიტყვით და რას შეიძლება ნიშნავდეს იგივე აპრილში დაანონსებული შეხვედრების ახალი ტალღა. აი მიუხედავად სკეპტიციზმისა, ხომ არ ვხედავთ, რომ ქართული ოცნების ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან რაღაც ახალ სახეს იღებს? მე არ მინდა გამოვიდეს ჩემი საუბარი რაღაცა მარჩიელობის შინაარსით, ჩვენ გვაქვს ფაქტები, მე ამიტომ მინდა ვისაუბრო მხოლოდ ფაქტებზე და იმ განცხადებებზე, რომელიც გაკეთდა. განცხადებებში არ გულისხმობ ქართული ოცნების განცხადებებს, იმიტომ რომ ნებისმიერი კონტაქტი, ნებისმიერი მცირე ხავსიც კი ქართული ოცნების პროპაგანდისთვის არის ხოლმე დიდი სიხარულის და ზეიმის საფუძველი. ჩვენ გვახსოვს მაკრონის მიერ რაღაც ხელის მუთათუნება, რამხელა ამბად გაყიდა ქართულმა ოცნებამ მაშინ ირაკლი კობახიძისთვის ეს ზარიც ჩვენ ნახეთ მარკო საელჩოს და სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რაც არანაირ სიახლეს არ წარმოადგენს. ჩვენ ვიცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართული სახელმწიფოს გვერდით დგას დღიდან მისი დამოუკიდებლობის აღდგენისა. ეს მხარდაჭერა არ შეცვლილა არც ჩვენი ქვეყნის, არც ჩვენი სახელმწიფოებრიობის და პირველ რიგში არც ჩვენი ხალხის მიმართ. ქართული ოცნება არის ის პირველი ხელისუფლება, ის პირველი რეჟიმი ამ შემთხვევაში, რომლის დროსაც გაუქმდა სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, წელიწად ნახევარია არის რამდენიმე მოთხოვნა, დათქმა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ისევე როგორც ევროკავშირის მხრიდან, რომელსაც ორივე შემთხვევაში, არც ერთ შემთხვევაში ქართული ოცნება უბრალოდ არ ასრულებს. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, როგორი იქნება წნეხი ქართულ ოცნებაზე, არ უნდა ეგონოს ჩვენ საზოგადოებას ისე, რომ ქართულ ოცნებასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არის რაღაც ურთიერთობა დაძაბული და შემდეგ შეიძლება გადაიტვირთოს. აქ ჩვენ საუბარი გვაქვს ერთი მხრივ ქვეყნის ინტერესებზე, ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე, რომელიც საბედნიეროდ, ჩვენ და საბედნიეროდ ემთხვევა დასავლეთის და ამ შემთხვევაში პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო და სტრატეგიულ ინტერესებს განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში და ნებისმიერი პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება ახლა ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ თავისი ქვეყნისთვის მიეღო მაქსიმალური სარგებელი. ქართული ოცნება ესეთი თქვი ძალაუფლება არ არის. მას უბრალოდ ხანდახან მოუწევს ხოლმე კონკრეტული ნაბიჯების გადაცემა. სხვა მნიშვნელოვან საკითხებსაც მინდა გადავალოთ. თვალი და მკვეთრი გადასვლა კი გამოგდის ამერიკასთან ურთიერთობებიდან ამ თემაზე, თუმცა
მაინც მინდა რომ ამაზე ვისაუბროთ, რადგან თემა აქტუალურია და ეხება პროცესს, რასაც თვითონ ქართული ოცნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას არქმევს. აი სუსში გამართულმა ბრიფინგმა მიიქცია გუშინ ყურადღება, ბრიფინგმა, რომელზეც ითქვა, რომ დაკავებულია 5 პირი, რომლებიც 2004-2026 წლებში ყოველდღიურად არაკეთილსინდისიერად ემსახურებოდნენ უფასო სასადილოების 14,000-ზე მეტ ბენეფიციარს და გამგეობებიდან მიღებულ 3,5 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის თანხას თაღლითურად დაეუფლნენ. ეხლა უფასო სასადილოების პროგრამას თბილისის მერია კურირებს, როგორც ცნობილია, ამიტომ აი სუსის ბრიფინგი ბევრს ენიშნა, როგორც მიახლოება უშუალოდ კახა კალაძესთან და სხვათა შორის ველოშიც გაკეთდა თქვენი კოლეგის მხრიდან ამ საკითხზე განცხადება. აი პირადად თქვენ რას გეუბნებათ ეს კონკრეტული შემთხვევაც და ზოგადად აი რასაც ჩვენებს მიმდინარე პროცესიც, რამდენად უახლოვდება თქვენი აზრით საგამოძიებო უწყება, გამოძიება უშუალოდ თბილისის მერს? თქვენს კითხვაში იყო ძალიან ზუსტი ფორმულირება, კორუფციასთან ბრძოლას არქმევს ამას ქართული ოცნება. მხოლოდ და მხოლოდ არქმევს, იმიტომ რომ არანაირი შემხებლობა ამას კორუფციასთან, რეალურ ბრძოლასთან ბუნებრივია არ აქვს და ამაზე შეიძლება ძალიან მშრალი ფაქტების მარტივი ანალიზით მივიდეთ ამ დასკვნამდე. უფასო სასადილოების პროგრამას ჰყავს 42,000 ბენეფიციარი და ეს რიცხვი არ შეცვლილა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. 2022 წელს ჯერ კიდევ ჩვენი პარტია ძლიერი საქართველო ლელო ამაზე საუბრობით არაერთხელ ბრიფინგით ჩაგვიტარებია, ხო? რომ ერთი ადამიანის კვება გაანგარიშებული არის ქართული ოცნების მიერ 1 ლარითა და 70 თეთრით ულუფა. ეს ღირებულებაც არ შეცვლილა 4 წლის განმავლობაში, მაშინ როდესაც ხედავთ, ხო, როგორი არის ინფლაციის დონე, როგორი არის პროდუქტებზე, საკვებ პროდუქტებზე ფასები მომატებული და ამას თვითონ ქართული ოცნებაც არათუ ადასტურებს, არამედ მთელი კამპანია წამოიწყეს, ხო, ფასების რეგულირების. ის ლარი და 70 დარჩა ლარ და 70-ად და ბენეფიციერთა რაოდენობაც, რა თქმა უნდა, არ შეცვლილა. იმას რომ თავი დავანებოთ, რამდენად არ შეესაბამებოდა ჯერ კიდევ მაშინ ეს თანხა ერთი ულუფის ღირებულებას და როგორი ხარისხის საკვებით კვებავდნენ ისინი ბენეფიციარებს, აქ რა თქმა უნდა იკვეთება ის კორუფციული სქემები, ტენდერები იქნება ეს და ასე შემდეგ, რომელიც ბუნებრივია ვერ მოხდებოდა სისტემურობის გარეშე, უშუალოდ მერის კახა კალაძის მონაწილეობის გარეშე, რომელიც არის დღესდღეობით საქართველოში ყველა სახელმწიფო უწყებათა შორის ყველაზე კორუმპირებული პირველი პირი და თავადაც ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ჩინოვნიკი. და თვითონ კახა კალაძემ ამას წინათ გააკეთა განცხადება და თქვენ ეს გეცოდინებათ, რომ ის მხოლოდ საკუთარ და პირად გადაცდომებზე აგებს პასუხს და არა თქვათ სისტემაში ზოგადად დაფიქსირებული. ეს არის პასუხისმგებლო პოლიტიკოსის განცხადება, სანამ ახლა ჯუღურეთის ისნის, კრწანისისა და მთაწმინდის ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსნების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგა, თურმე არაფერი არ ხდებოდა. სუსმა ისაუბრა უფასო სასადილოებისთვის, სასადილოების ბენეფიციარებისთვის გამოყოფილი თანხების არამიზნობრივად ხარჯვა და მითვისება ის უნდა ცოდნოდა კახა კალაძეს და ის ამ ასე ვთქვათ სქემის საქმის კურსში იქნებოდა. ხო, საქმე რაშია იცით, რომ ჩვენ ოპოზიცია ამ შემთხვევაში ლელო ძლიერი საქართველოს სახელით ვსაუბრობ, ბუნებრივია, მაგრამ წლების განმავლობაში არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის მერიასთან, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან მიმართებაში, არამედ ყველა სახელმწიფო უწყებაზე და კონკრეტულ თანამდებობის პირებზე. ღარიბაშვილი იქნებოდა ეს ლილუაშვილი თუ სხვები ვსაუბრობდით. აი ამ ბოლო კასკადის მეშვეობით სუსი და პროკურატურა ამ ყველაფერს ადასტურებს, რომ თურმე რასაც ჩვენ წლების განმავლობაში ვყვიროდით, ეს მართალი ყოფილა. თურმე კორუფცია არსებობდა ძალიან დიდი მასშტაბების, თურმე ამაში გარეული ყოფილა პრემიერ-მინისტრი, ყველაფერს რომ თავი დავანებოდა მაღალი თანამდებობის პირები, რომლითაც ამაყობდა ქართული ოცნება და პირიქით აქეთ გვამუნათებდნენ ეს პირები და დღეს ზოგი აღიარებს დანაშაულს, ზოგი უკვე ციხეში არის, მილიონები ამოიღეს და ასე შემდეგ. სამართლებრივი პასუხისმგებლობა ხო ორი სახის არსებობს. არსებობს სამართლებრივი პასუხისმგებლობა, არსებობს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. 9 წელია კახა კალაძე არის თბილისის მერი და მას პოლიტიკური პასუხისმგებლობა არაფერზე არ აუღია, არც იმ მასშტაბურ
საბავშვო ბაღების სქემაზე და კვების სქემაზე, პატარა ბავშვებს რომ არავდნენ თურმე საკვებს და ჯიბეში იდებდნენ და სხვათა შორის სახალხო დამცველის რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ანგარიშში ამაზეც არის საუბარი, ხო, როგორ არის კატასტროფულად გაზრდილი მოშიმშილე ბავშვების რაოდენობა საქართველოში. არც ვაკის პარკში მომხდარ ამბავზე და იმ ტრაგედიაზე აუღია პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, მე იმას კი არ ვამბობ, რომ ეს კონკრეტულად მას ან თუნდაც ვინმე უფრო მაღალი რანგის თანამშრომელს მერიაში პოზიტიური ცოდნა ჰქონდა ამის შესახებ და მით უმეტეს არავის არ ვაბრალებ, რომ ეს შეიძლება უნდოდა, მაგრამ როდესაც საუბარი არის დაუდევრობაზე, როდესაც საუბარი არის სრულიად გაუმართავ ლიფტების სქემაზე, ძველ და ამორტიზებულ კორპუსებში ქალაქ თბილისში, ეს ყველაფერი წლების განმავლობაში არის დაგროვებული, დახვევებული მთელი აისბერგი არის აი ამ პრობლემების, ზოგი კორუფციული, ზოგი დაუდევრობის, არაკორუფციული. რატომ მხოლოდ ახლა ამაზე მარტივად შეიძლება გავაკეთოთ მითითება იმაზე, რაც დაემართა ლილუაშვილს, რაც დაემართა ღარიბაშვილს, რაც დაემართა რიჟვაძეს და სხვებს, მინისტრების მოადგილეებს და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ეს ჩარხი ახლა დატრიალდა არა კორუფციასთან ბრძოლის, რეალური ბრძოლის გამო, არამედ იმიტომ რომ არის შიდა პარტიული ბრძოლები ქართული ოცნების რიგებში, ეს თვალნათელია. ხო, ფაქტია, ხო, საუბარი იყო აი სავალუტო ჯიხურზე, ჯიხურის საქმე და 600 მილიონზე საქართველოს მასშტაბებისთვის და ჩვენი ეკონომიკისთვის წარმოუდგენელ თანხაზე, რომლის შესახებაც დღემდე არ აქვს ჩვენ პასუხი. კახა კალაძე ამის ნაცვლად ბრტყელი სიტყვებით საუბრობს თავისი ოჯახის რაღაცა ცილისწამებაზე, საუბრობს ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებზე და ნულოვანი პასუხისმგებლობის გზნობა გააჩნია პოლიტიკური. ნებისმიერ სხვა ქვეყანაში გაცილებით უფრო მცირე გამოვლენილ ფაქტზეც კი, რაცზეც სამართლებრივი წარმოება არის დაწყებული, ნებისმიერი მერი თუ სხვა თანამდებობის პირი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აიღებდა, მაგრამ კახა კალაძეს ეს არ გააჩნია და მას მოუწევს სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღება. არ დაგვრჩა, ამიტომ ერთ-ორ საკითხს მინდა რომ გამოვეხმაუროთ და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, ამჯერად მოდით ქვეყნის საეკლესიო ცხოვრებაში მიმდინარე პროცესების შევაფასოთ. დღეს 12 საათზე უნდა დაიწყოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა, თვითონ საპატრიარქოს ინფორმაციით სხდომის მიზანია იმ საორგანიზაციო თემების განხილვა, რომლებიც არ არის გაწერილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით, ასევე სინოდი აპირებს იმჟელოს საპატრიარქო ასაგზეც არის საუბარი, რომ მაქსიმალური ზღვარი 70-დან შესაძლოა გაიზარდოს 72 წლამდე. აი ამ პროცესს როგორ უყურებთ, ესეც გითხარით, პატრიარქის გარდაცვალებიდან ორ თვეში ქართულ ეკლესიას უნდა ჰყავდეს ახალი მეთაური, ახალ პატრიარქს წმინდა სინოდი აირჩევს, რომელიც 39 ეპისკოპოსს აერთიანებს. რასაც მიმდინარე პროცესი იქნება მოხდება ახალი პატრიარქის არჩევა მარტივად თუ საკმაოდ ხმაურიანი გამოდგება ეს პროცესი თქვენი აზრით? ამ საკითხთან დაკავშირებით მე ძალიან მკაფიო და მარტივი პოზიცია მაქვს, არა მხოლოდ როგორც ერთ პოლიტიკოსს, არამედ ამ შემთხვევაში ჩემი პარტიის სახელითაც ვსაუბრობ. მე მესმის ის აჟიოტაჟიც ერთი მხრივ, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში არის ატეხილი მათ შორის სოციალურ ქსელში, მესმის ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიც ახალი კათოლიკოს პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით. ოღონდ მე როგორც პოლიტიკოსი ვალდებულად მიმაჩნია თავი, რომ ვიყო ამ საკითხებიდან მაქსიმალურად დისტანცირებული, ისევე როგორც უნდა იყოს ამ შემთხვევაში ნებისმიერი ძალა მართვის სადავეებთან ყოფი პირი, იმიტომ რომ ამას გვავალებს ჩვენი კონსტიტუციაც, ეგრეთ წოდებული კონკორდატის კონსტიტუციური შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ეკლესია არის დამოუკიდებელი სახელმწიფოსაგან. ნებისმიერი თუნდაც კომენტარი და შეფასება ისეთ საკითხებზე, რომელიც ეხება შიდა საეკლესიო საკითხებს, რომელიც ეხება მით უმეტეს პერსონალურ ასპექტებს, ხო, კანდიდატებზე, კანდიდატობის პრეტენდენტებზე, ასეთ საკითხებზე ჩემგან იქნებოდა არასწორი განცხადება და შეფასება, იმიტომ რომ ეს თუნდაც ირიბად შეიძლება რაღაცაზე გავლენას ახდენდეს თვითონ პროცესზე. წმინდა სინოდი არის ერთადერთი ორგანო, რომელმაც
თავისი ექსკლუზიური უფლებამოსილების ფარგლებში უნდა გადაწყვიტოს ყველა საკითხი, პროცედურულიც და შემდეგ უკვე პერსონალურიც ვის აირჩევს პატრიარქს, კათოლიკოს პატრიარქად. შესაძლებლობა რომ ყოველგვარი გარედან შეფასებების გარეშე და განსაკუთრებით ვისაც ამისი ძალა აქვს და ბერკეტი იმათ უნდა შეიკავონ ამ ცდუნებისგან თავი. პატივცემ თქვენს პოზიციას, როგორც გითხარით, გეთანხმებით, თუმცა მოდით რუსეთის დაზვერვის სამსახურის განცხადებაზე მაინც კითხავთ, რომელიც აი სწორედ მომავალი პატრიარქის, საქართველოს მომავალი პატრიარქის საკითხზე ავრცელებს განცხადებას და ფაქტია ჩანს, რომ ეს თემა არის სწორედ რუსეთის დაზვერვის სამსახურის ინტერესის საგანი. მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე გავლენის გაძლიერებას ცდილობს და პატრიარქის თანამდებობაზე საქართველოს პატრიარქის პოზიციაზეა საუბარი. ორ კანდიდატს უჭერს მხარს თუ აცხადებს რუსეთის დაზვერვა. რა უნდა თქვენი აზრით და რატომ საუბრობს რუსეთი იმ საკითხზე, რაც მხოლოდ საქართველოს საქმეა ნამდვილად და მეტიც არა მხოლოდ ქართული ეკლესიის საქმეა და შესაბამისად რა მიზანი უნდა კონდეს მოსკოვის ამ განცხადებას ესეც რომ ავხსნათ. რუსეთის ბოროტი იმპერიული გონი ჯერ კიდევ მე-18 საუკუნიდან და გეორგიევსკის ტრაქტატიდან მოყოლებული ცდილობდა საქართველოს როგორც სახელმწიფო, ასევე საეკლესიო საკითხებში ჩარევას, შემდეგ მათ საერთოდ ავტოკეფალიაც გაგვიუქმეს, ასე გაგრძელდა საბჭოთა კავშირის დროსაც, ასე გრძელდება დღესაც, იმიტომ რომ ეს იმპერიალისტური იდეა რუსეთში არ მომკვდარა. ეს დღევანდელ დღეს არის მათი ჰიბრიდული ომის შემადგენელი ნაწილი, მათ შორის ეს განცხადებაც აი ამ ომის და ამ სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია. რამდენად სარწმუნო არის ეს კიდევ სხვა განშის საგანია, ბუნებრივია. მსგავსი განცხადებები ხშირად ატარებს დივერსიულ ხასიათსაც და კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ჰიბრიდული ომის შემადგენელი ნაწილი, არათუ რუსეთის სპეცსამსახურებს, არამედ ქართულ სპეცსამსახურებსაც პირველ რიგში ევალებათ ის, რომ ამ საკითხებში არ ჩაერევნონ, მაგრამ თქვენ ვიცით, რომ ქართული ოცნება არის ჭიპლარით გადაჯაჭვული რუსეთის სპეცსამსახურებთან. ასე რომ ეს არის ის ბნელი და ბინძური მხარე მთელი ამ პროცესისა, რომელიც სამწუხაროდ თან სდევს ამ მეტად მნიშვნელოვან მოვლენას. კეთილი, რამდენიმე წუთი დაგვრჩა, მაგრამ მგონი მოვასწრებ კითხვის დასმას, მინდა რომ დავამთავროთ კიდევ ერთი თემით და თემით, რომელიც აი ბოლო დღეების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საკითხია და უკავშირდება მიუსაფარ ძაღლებთან დაკავშირებულ პრობლემას. ცხოველთა მონიტორინგის სამსახური, სურსათის უნებლობის სამსახური, აქეთ გარემოს დაცვის მინისტრი, მისი მოადგილე კახა კალაძე, ვისი განცხადება და კომენტარი აღარ მოვისმინეთ გუშინ. ხელისუფლებაში კატეგორიულად უარყოფენ, რომ ხდება ცხოველების წამებით დახოცვა, ამბობენ ძაღლებს ცოცხლად წვავენო, არანაირი ფაქტი არ არსებობს. ეს არის მიზანმიმართული ტყუილი ამ საკითხის პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოყენება მიუღებელია. ეს არის კახა კალაძის კომენტარი და აქვე გარემოს დაცვის მინისტრის პოზიციასაც გავაცნობ მაყურებლებს. შინაური ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის წინააღმდეგ კამპანია არ ეფუძნება რეალურ ფაქტებს. ცილის წამების ფაქტები იქნება გამოძიებული, ვინც ჩართულია დეზინფორმაციასა და ზეწოლაში აგებს პასუხს კანონის ფარგლებში ამბობს უკვე ამ შემთხვევაში დავით სონღულაშვილი. აი რა გაქვთ სათქმელი უკვე ამ თემაზე და ამით დავასრულოთ. რა კავშირი შეიძლება ქონდეს მიუსაფარი ცხოველების მართვის პროგრამასთან და ამ პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხთან პოლიტიკას და შესაბამისად რამდენად შეიძლება ის აჟიოტაჟი, რაც ბოლო დღეების განმავლობაშია ქვეყანაში, განსაკუთრებით დედაქალაქში შექმნილი, იყოს პოლიტიკური სპეკულაციის დამსახურება. ნორმალური ქვეყნის ერთ-ერთი ინდიკატორი, მახასიათებელი არის ის, რომ იმ ქვეყანაში არ არსებობს მიუსაფარი ცხოველების პრობლემა. ის, რომ საქართველოში ეს პრობლემა ასე მწვავედ დგას, სწორედ იმის მანიშნებელია სამწუხაროდ, რომ საქართველოს ძალიან შორს არის ნორმალური სახელმწიფოს სტატუსისაგან. ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, ახალი არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ იმ ქვეყნებში, სადაც არსებობს გამოცდილება პრობლემის მოგვარების და ეს ყველგან იყო ხოლმე, რა თქმა უნდა, ისტორიულად, ეს იმას ნიშნავდა, რომ ხელისუფლებას ჰქონდა ხოლმე ამის ინება და ეს იყო მისი ერთ-ერთი პრიორიტეტთაგანი. საქართველოში ეს არასოდეს არ ყოფილა ხელისუფლების პრიორიტეტი, არც შესაბამისი ნება ყოფილა და პრიორიტეტი და ნება რომ არ იყო, იმიტომაც არ იყო ხოლმე ამისთვის შესაბამისი დაფინანსება გამოყოფილი. კიდევ ერთხელ ვამბობ, კარგი პრაქტიკის და გამოცდილების გამოყენებით შესაძლებელია ბუნებრივია ამ პრობლემის დასრულებაც
დამთავრებაც და აღმოფხვრაც ერთხელ და სამუდამოდ გაცილებით უფრო დიდ ქვეყნებს მოუგვარებიათ ხოლმე ეს პრობლემა. საბედნიეროდ ჩვენს ქვეყანაში არსებობენ აქტივისტები, ადამიანები, რომლებიც ცხოველებზე ზრუნავენ, ხა სამართლებრივად შეიძლება ცხოველს უფლება არ აქვს, მაგრამ ცხოველთა დამცველები ვინც არიან და მათ აიმაღლეს ამაზე ხმა და უდიდესი დამსახურება არის მათი, რომელთაც თავიანთი კომპეტენციით ეს საკითხი გახადეს აქტუალური. სხვათა შორის, ბოლო წლების სოციოლოგიური კვლევებითაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად დგებოდა ხოლმე მიუსაფარი ცხოველების პრობლემა. ამას ორი განზომილება და ორი მიზეზი აქვს. ერთი არის უსაფრთხოება და ბევრ ადამიანს ეშინია უბრალოდ საჯარო სივრცეში ყოფნა, ბავშვებთან ერთად ყოფნა, ზოგიერთ შემთხვევაში აგრესიის გამოხატულების გამო და მეორე არის რა თქმა უნდა ის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც თვითონ ამ ცხოველების ბედს და მათ როგორც სულიერი არსებების წამებას და ასე შემდეგ შეეხება. არის რაღაცა ცვლილებებიც თუნდაც საკანონმდებლო დონეზე ისევ ამ აქტივისტების და ცხოველთა დამცველების დამსახურებით, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ხო ახლა ვისაც გაუვლია მაგალითი რომ მოვიყვანო ჩოხატაურისკენ მიმავალ გზაზე უღელტეხილებზე ბურნათის და ნასაკირალის კატასტროფული სულისშემძვრელი ვითარება არის, როგორი არის ეს ჰიპერპოპულაცია და ურბანულ ადგილებშიც კი და თბილისშიც არის ეს პრობლემა. რატომ მიიღო ეს აჟიოტაჟის და ის სახერაც ბოლო დღეებში? იმიტომ რომ მე არ მინდა ახლა დეტალებში შევიდე და შეიძლება სხვა უფრო კომპეტენტურმა ადამიანმა ისაუბროს კონკრეტულ ამ შემთხვევებზე, მაგრამ ფაქტია ის, რომ საზოგადოების ცნობიერება არის ამაღლებული და ამაღლებული არის სწორედ ამ უფლებადამცველი ადამიანების მიერ, მაგრამ ნება ხელისუფლების მხრიდან აქამდე არ იყო სათანადოდ გამოყენებული. კონკრეტულ შემთხვევას არ ვაფასებ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს პრობლემა დგას როგორც უსაფრთხოების და პირველ რიგში ამ ცხოველების წამების და ძალიან ძიმე მდგომარეობის გამო, რომელიც შესაძლებელია რომ მოგვარდეს და მე იმედს ვიტოვებ, რომ ამ ადამიანების აქტივიზმი გამოიღებს აუცილებლად იმ შედეგს, როდესაც ეს პრობლემა აღარ იქნება. გიორგის სტუმრობისთვის დღეს დაგემშვიდობებით. გიორგი სიორიძე პასუხობდა ჩვენს კითხვებს. ახლა რეკლამის შემდეგ კიდევ ერთი სტუმარი გვერდება, ასე რომ დაგვაერთეთ. მაშასე რეკლამა დასრულებულია, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და წარმოგიდგენთ ჩვენს კიდევ ერთ სტუმარს, საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების ექსპერტი გიორგი კაჭარავა გვერდება. გამარჯობა ბატონ გიორგი და მადლობა რომ გვესწრებთ. ბატონ გიორგი, მოდით ჩვენი ინტერვიუთ საქართველოში ირანის ელჩის უკვე ორი განცხადების შეფასებით გავხსნათ, ერთი რომელიც მან გააკეთა 31 მარტს და მეორე დღეს 1 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრის შემდეგ, სადაც როგორც თავად ირანელი დიპლომატი განმარტავს, თვითონ ითხოვა შეხვედრა და შედგა კიდეც კონსტრუქციული საუბარი. აი რა სიტყვით პირველზეც და მეორე განცხადებაზეც არის თუ არა ირანელი დიპლომატის ტონი, რითაც ის საუბრობს, მუქარანარევი და მეორე მხრივ რა პრობლემებს აჩვენებს ის, რომ კონკრეტული ქვეყნის ელჩი მასპინძელ ქვეყანას ამ ენით ესაუბრება, რა თქმა უნდა, თუ კი ეთანხმებით პოლიტიკოსების და ექსპერტების იმ ნაწილს, ვინც მიიჩნევს, რომ აი სწორედ მუქარა უნდა წავიკითხოთ ირანის ელჩის ორივე განცხადებაში. კიდევ ერთხელ გამარჯობთ. ჩემი აზრით იცით რა არის, სხვანაირად ვერც არ იქნება ეს, იმიტომ რომ ეს იყო აბსოლუტურად არადიპლომატიური ასე ვთქვათ ჟესტი და გამონათქვამი და იყო პირდაპირ ასე ვთქვათ მუხარა ქვეყნის მიმართ. რატომ ხდება ეს? აქ რამოდენიმე მიზეზი არის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მიზეზი არის ჩემი აზრით ზოგადი მდგომარეობა გეოპოლიტიკური ჩვენს დიდ რეგიონში, არა მარტო სამხრეთ კავკასიაში, არამედ მის ასე ვთქვათ მომიჯნავე ტერიტორიებზე. და აქედან გამომდინარე ის საფრთხეები, რომელიც ირანი ხედავს, ვთქვათ, იგივე ამერიკის შეერთებული შტატების როლის და წონის გაძლიერებასთან დაკავშირებით რეგიონში, ეს ეხება რა თქმა უნდა აზერბაიჯანს და მის ცალკე ურთიერთობას ამერიკასთან, ეს ეხება პაშინიანის სომხეთს, რომელიც გაღრმავებული ურთიერთობები აქვს დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ეს ალბათ ეხება
იმ ზარს, რომელიც განხორციელდა რამოდენიმე 30 მარტს ვაშინგტონიდან თბილისში, როცა ბატონი რუბიო ელაპარაკა ბატონი კობახიძეს და ჩვენ ერთადერთი რაც ვიცით ამ დანამდვილებით ვიცით ესე იგი სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების განცხადებიდან რომ ლაპარაკი იყო რეგიონში და საქართველოში უსაფრთხოების საკითხებზე. ახლა უსაფრთხოების საკითხები, რომელიც დღეს ასე ვთქვათ, აინტერესებს შეერთებულ შტატებს საქართველოში იმ დონეზე რომ რუბიომ დაურეკოს კობახიძეს, ეს ერთადერთი არის დღეს ირანში მიმდინარე ომი და ყველაფერი რაც მაგასთან არის დაკავშირებული. აი რა პოზიცია უნდა დაიჭიროს საქართველოს ამ კონფლიქტში, ამაზე გკითხავთ, თუმცა იქამდე ისევ ელჩის პოზიციაზე მინდა ჩაგეკითხოთ, იმიტომ რომ აი მართულ პარტიაში გაკეთებულ განცხადებებს თქვენ მოისმენდით, ქართულ ოცნებაში ერწყმებიან, რომ ირანის ელჩის 31 მარტის განცხადებაში, რომელიც აი სწორედ მარკო რუბიოს ზარს მოაყოლა მალევე რამდენიმე საათში, საქართველო არ არის ნაგულისმები. ხა თქვენ კი თქვით რომ არა პირიქით მუქარად უნდა შევაფასოთ ირანელი დიპლომატის განცხადებები და მისი პოზიცია, თუმცა იქნებ განგვიმარტოთ და ავხსნათ საზოგადოებისთვის რა გარემოებები და ფაქტორები მიუთითებს და ადასტურებს იმას, რომ აი ირანის ელჩის განცხადება გვეხებოდა სწორედ ჩვენ საქართველოს და შესაბამისად მისი მუქარაც მიმართული უნდა ყოფილიყო უშუალოდ ჩვენი ქვეყნისკენ. აი ამას რა შეკითხულობთ? აი მისი პოზიციის, მისი განცხადების რომელ წინადადებასა და რომელ აბზაცში? აბსოლუტურად ყველაფერში და გეტყვით რატო. დიახ. იმიტომ რომ დიპლომატიური სამსახური ნებისმიერ ქვეყანაში და მით უმეტეს ასე ვთქვათ ძველ ქვეყანაში როგორც არის ირანი, სადაც ეს სამსახური დიდი ხანია ჩამოყალიბებული არის, მიუხედავად ასე ვთქვათ დემოკრატია, მონარქია თუ ასე ვთქვათ ავტორიტარიზმიდან, ასე ვთქვათ თეოკრატიული ხელისუფლება არის. ეს სტრუქტურა გამოირჩევა ტრადიციად, ხო? და თუ მარტო საქართველოს არ ეხებოდა, ან რაღაც რეგიონს ეხება, ან რაღაც სოფლიოს ეხება, ან ზოგადად საერთაშორისო ვითარებას ეხება, ამ განცხადებას რანგირებით აკეთებს საგარეო საქმეთა სამინისტრო. როცა ნებისმიერ განცხადებას ნებისმიერი შინაარსის აკეთებს ცალკე აღებული ქვეყანაში ელჩი, ეს ეხება იმ ქვეყანას, რომელ ქვეყანაშიც ეს ელჩი არის აკრედიტებული. ქართულ ენაზე იყო გამოქვეყნებული პოსტი, ან ნიშნავს, რომ მიმართული იყო ქართული აუდიტორიისთვის, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ირანის ელჩს ახასიათებს მისი პოსტების ქართულ ენაზე გამოქვეყნება ზოგადადაც. კი ბატონო. ეს შეიძლება მისასალმებელიც იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ამას მნიშვნელობა აქვს მნიშვნელობა რა განცხადება, რა ტონალობის განცხადება იყო, ვის მიერ იყო გავრცელებული და ასე ვთქვათ გაჟღერებული და რა შეიცავს ეს. შეიცავს მუქარას, გაცხადებული იყო საქართველოში ირანის ელჩის მიერ და რა თქმა უნდა ეს პირველ ყოვლისა ეხება იმ ტერიტორიას, სადაც მაგას აქვს იურისდიქცია როგორც ელჩის, ანუ საქართველოს. კეთილი, ბატონო გიორგი, რაც შეეხება კითხვას, სად უნდა დადგეს საქართველოს ირანის კონფლიქტში და რა პოზიციის დაჭერა იქნება გამართლებული ჩვენი ქვეყნისთვის, თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთ მხარეს დგას ამერიკის შეერთებული შტატები და მეორე მხარეს დგას ირანი. აი რა უნდა ქნას ჩვენმა პატარა და სრულიად დაუცველმა ქვეყანამ, რომელსაც დღეს მართლაც არანაირი სერიოზული ზურგი არ აქვს და არანაირი სერიოზული მოკავშირე აღარ გაგვაჩნია. იცით რა არის გეთანხმებით რომ ჩვენ სხვებზე უფრო დაუცველები ვართ ამ რეგიონში სამწუხაროდ მაგრამ ამას აქვს თავისი მიზეზები და ეს შეიძლება სხვა დროს ვილაპარაკოთ მაგაზე, მაგრამ ჩვენ დღეს საქართველოს ვილაპარაკობ ვიმყოფებით ძალიან რთულ ვითარებაში, როგორც ქვეყანა, ისევე ჩვენი მთავრობა. ჩვენ მოგვიწევს ბალანსირება ორი დიდი ქვეყანას შორის, რომელიც არის დაზიანებული, მე აქ გულისხმობ რუსეთსა და ირანს, რომელიც დაზიანებული არის დღევანდელი თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობით, ომებით და დასავლეთთან დაპირისპირებით. ამ ლავირებაში ჩვენ როგორც ქვეყანას გაგვაჩნია ძალიან ცოტა, ასე ვთქვათ, ლუფტი იმისათვის, რომ
რაღაცა ვითამაშოთ. ამ შემთხვევაში ჩვენ ალბათ უნდა პრაგმატულად შევხედოთ სიტუაციას. აი ეს პრაგმატიზმი არის ბალანსის დაჭერა. პრაგმატიზმი გამომდინარეობს ქვეყნის ინტერესებიდან. რას ნიშნავს ქვეყნის ინტერესები? ჩვენ არ შეიძლება ვიყოთ პრორუსული ქვეყანა, იმიტომ რომ 30 წლის განმავლობაში ეს არის ფაქტორი და ის დიდი, ასე ვთქვათ, დაბკოლება, რომელიც უშლიდა საქართველოს, ასე ვთქვათ, დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ვთქვათ, იგივე რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ანუ ამის გამო ჩვენ ვერ ვიქნებით პრორუსულები, ჩვენ ვერ ვიქნებით პროირანულები ან ირანის მომხრე ქვეყანა, იმიტომ რომ გენეტიკურიდან დაწყებული, სოფხედველობით დამთავრებული დღევანდელი ირანის რეჟიმთან საქართველოს არ შეიძლება რამე საერთო კონდეს ღირებულებით თვალსაზრისით. და მაშინ ჩვენ გვჩება დასავლეთი და ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც არის ის ზუსტად ვთქვათ მიმართულება, რომელსაც უმრავლესობა საქართველოს მოსახლეობის ანუ გამოდის რომ მაინც აუცილებელია საქართველოს ირანის კონფლიქტში დადგეს რომელიმე კონკრეტულ მხარეს და ამ შემთხვევაში ეს არის დასავლეთი და მე ახლა ვილაპარაკე საქართველოს ინტერესებზე. როცა ვლაპარაკობ ბალანსირებაზე, ხო, ეს ბალანსირება უნდა მოხდეს, ვთქვათ, ვლაპარაკობ კონკრეტულ რაღაცაზე, ხო, ახლა ვთქვათ, სად შეიძლება რომ დაუთმოთ და რაღაცა გავითვალისწინებულ ირანთან დაკავშირებით. ჰუმანიტარული არასანქციონირებული ტვირთების გატარება ირანის მიმართულებით. აი, რაც ანუ საჭმელი და ასე შემდეგ, ხო? ეს ერთი, მეორე, შეერთებულ შტატებს რა ჭირდება დღეს და ეხლა გამოჩნდა ჩემი საზრით რა. რუბლიოს საუბრის მერე ჩამოფრინდა თვითმფრინავი 9 საათი და გაფრინდა ესე იგი, იმ მიმართულებით, ხო, თქვა სამხრეთით. აი ეს არის ალბათ ის, რასაც დღეს ამერიკის საერთებული შტატები ჩვენ გვხოვს. საქართველოს არ აქვს დღეს ფუფუნება, რომ რამე აი ესეთი დიდი ქვეყნის ინტერესს წინ რაღაცა ღობე აუშენოს. ჩვენ უნდა ვიბალანსიროთ ამ შემთხვევაში. უბრალოდ უნდა იყოს გაცხადებული ის ეგრეთ წოდებული წითელი ხაზები, რის იქეთ ჩვენ არასოდეს არ წავალთ და ეს ყველამ უნდა იცოდეს. ეს არის პირველი ეტაპი. მეორე ეტაპი, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი გაკვეთილი უნდა იყოს და უნდა მივხედოთ საკუთარ უსაფრთხოებას, როგორც სერიოზულად და ინსტიტუციონალიზებულად. ეს ნიშნავს ჯარის გაძლიერებას, ეს ნიშნავს სპეცსამსახურების გაძლიერებას, საერთაშორისო გამოწვევების მიმართ. ბატონო გიორგი, ამაზე სხვა დროს, სხვა გადაცემაში ახლა უშუალოდ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე მინდა განვაგრძოთ საუბარი და შევაფასოთ უკვე ის პერიპეტიები, რასაც დღეს მდგომარეობით ხედავთ, მით უფრო რომ ამერიკის შეერთებული შტატები სახმელეთო ოპერაციის დაწყებისთვის ემზადება. ამავე დროს ტრამპი ამბობს და აი დღეს დაგხვდა ეს განცხადება, რომ ამერიკის სტრატეგიული მიზნები ირანში დასასრულს უახლოვდება. აი ოპერაცია დასასრულისკენ მიდის თუ შეიძლება ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყებოდეს. ანუ რამდენად თანმიმდევრულია ტრამპის ნაბიჯები მის განცხადებებთან და აი მეორე მხრივ როგორ უყურებთ ირანთან მიმართებაში ამერიკის სტრატეგიული მიზნების აი მხოლოდ 2-3 კვირაში დასრულების პერსპექტივას. გააჩნია რა სტრატეგიულ მიზნებზე არის ლაპარაკი და ის რომ თქვა ეს სტრატეგიული მიზნები გაცხადებულად არ არის თქვა გაცხადებული არ არის ხო თქვა აი ღიად. არის ერთი რა ხომუზის სრუტის გახსნა, მაგრამ ხომუზის სრუტი გახსნილი იყო ომამდე, ამიტომ ეს ომის შედეგი არ შეიძლება იყოს ხო? თქვა სარაკეტო და ატომური უკაცრავად ბირთვული პროგრამების შეფერხება ან თქვა განადგურება ობიექტების შეიძლება იყოს მეორე. შეიძლება იყოს თქვა რეჟიმის ცვლა, ანუ თავრობის ცვლა ირანში მიზანი. ეს გაცხადებულად არაფერი არ არის. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ და შეიძლება რატომ შეიძლება ვივარაუდოთ, იმიტომ რომ თქვა ორ კვირაში რა შეიძლება მოხერხდეს. შეიძლება მოხერხდეს თქვა იგივე შეზღუდული სპეცოპერაციები სამხედრო ირანის ტერიტორიის შიგნით, რომელიც ისახავს, ანუ რომელიც სარაკეტო და ბირთვული პროგრამის ობიექტების საწინააღმდეგო რაღაცის გაკეთება, ან ჰორმუზის სრუტის, ან კიდე ხარკის რა ქვია მაგას კუნძულის აღება და თქვა ირანის ნავთობა ექსპორტის გაკონტროლება.
ან კიდე როგორც იმუქრებას ბატონი ტრამპი, თქვათ, ენერგოობიექტების და თქვათ, ეკონომიკური ობიექტების დამბულვა. აი ამ ყველაფერს 2-3 კვირა, რაზეც ტრამპის რაც შეეხება დაბოლობას შეიძლება იყოს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ და მე ამას უკვე არაერთხელ ვამბობ, პენტაგონმა 2 კვირის წინ მოითხოვა კონგრესისგან $100 მილიარდი დამატებითი თანხა იმისათვის, რომ დაფინანსდეს ირანთან დაკავშირებული ომი სექტემბრამდე. აი ჩემის აზრით ეს არის ის ვადა, სადაც უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ომი გაგრძელდება. ახლა თუ ეს ასე არის, სავარაუდოდ ბევრი რაღაცის გაკეთება შეიძლება, მაგრამ 2 კვირაში მე ვფიქრობ, რომ თქვათ 1 ან 2 ამოცანა, მაგრამ ძალიან ტაქტიკური შეიძლება შესრულდეს. ჩემი აზრით ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ომის დროს, როცა კეთდება რაღაც განცხადებები, ეს განცხადებები ზოგჯერ კი არა ხშირად ემსახურება მეორე მხარის, ასე ვთქვათ, მოტყუებისათვის. ანუ ეს fog of war, ასე თქვია, ხო? აი რომ ბუნდოვანი იყოს გეგმები. ბატონო გიორგი, ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ და ამ დაგემშვიდობებით. ტრამპი უკმაყოფილოა და გაბრაზებულია ნატოზე იმის გამო, რომ ალიანსის წევრები არაპირებენ კონფლიქტში ესე ღია ჩართვას. აღნიშნულის გამო გაბრაზებული ტრამპი, როგორც დასავლური მედია წერს, სერიოზულად განიხილავს ნატოდან ამერიკის შეერთებული შტატების გასვლას. იქით ამერიკის ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნებისგანაც გვესმის განცხადებები, რომ ნატო აღმოჩნდა მხდალი. ამ ამბავს როგორ უყურებთ, ეს გითხარით? რამდენად შეიძლება ალიანსსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დაპირისპირება დასრულდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან ამერიკის გასვლით და რა შანსია იმის, რომ ტრამპმა და შტატებმა ახალი თავდაცვითი, ასე ვთქვათ, სტრუქტურა შექმნა? მოდით დავიწყოთ ამ კითხვას და მადლობა კითხვისთვის. აქ რამოდენიმე განშტოება. პირველი იურიდიულად ამერიკის შეერთებული შტატების გამოსვლას ალიანსიდან პროცედურულად ჭირდება სენატი და კონგრესი, სადაც არ ამგონია რომ მხარდაჭერა მოიპოვოს პრეზიდენტ ტრამპმა. მით უმეტეს ახლა წინასაარჩევნო პერიოდში. ეს არის გამორიცხული. ამიტომ იურიდიულად ეს, ასე ვთქვათ, de facto კი შეიძლება ეს კავშირები ასე შენელდეს და თქვათ რაღაც ტრანსფორმაცია განიცადოს. ახლა ახალი თავდაცვის სტრუქტურის შექმნაზე არ ამგონია რომ შეერთებული შტატების ადმინისტრაცია დღევანდელი წავიდეს, იმიტომ რომ ეს არის გელვადიანი და საკმაოდ ძვირად ღირებული, ასე ვთქვათ, გზა, მაგრამ ის რომ არსებობენ ქვეყნები, რომელთანაც ამერიკის შეერთებულ შტატებს ექნება უფრო მეტი თავდაცვის, ასე ვთქვათ, თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში ვიდრე სხვებს და ეს არის აბსოლუტურად შესაძლებელი, მაგრამ ვინ იქნება ეს თუ ეს არ იქნება ევროპა? აი ძალიან დიდი კითხვის ნიშანია. აი საინტერესოა, ვინ შეიძლება იყოს? აკუსის, ეს არის ავსტრალია, ეს არის იაპონია, ეს არის სამხრეთ კორეა, ეს არის პოტენციურად ინდოეთი. ამაზე მიდიოდა ლაპარაკი თავის დროზე. შეიძლება საუდის არაბეთიც, როგორც აი ამ რეგიონში დიდი და მძლავრი ქვეყანა და რა ვიცი, შეიძლება სამხრეთ ამერიკაში არგენტინა იგივე. კეთილი. მადლობა ბატონ გიორგი სტუმრობისთვის, ასეთ მნიშვნელოვან თემაზე თქვენი პოზიციების გაზიარებისთვის. გიორგი კაჭარავას ვემშვიდობებით. დღეს ნიუსრუმიც ამით დასრულებულია ჩვენი სამუშაო კვირაც, შესაბამისად ერთმანეთს ორშაბათიდან შევხვდებით. ნახვამდის.